Hi, როგორ ხართ? წეგან მოვედი სახლში და ეხლა 10 წუთში შევდივარ გაკვეთილზე. ღამის 2:30 ხდება. სამუშაოდან მოვედი. და ისევ სამუშაოზე შევდივარ. მე ხო სულ მუშაობ. ხო და რაღაც უნდა მეთქვა, რაღაც გულისთვის დავიწყე ვიდეოს ჩაწერა და დამავიწყე ეს გულისთვის დავიწყე. ხო და სხვა რაღაც გამახსენდა. გიორგი ჯობავა ხوارი, იუთუბერი სალის მეუღლე. და ვნახე ვიდეო გუშინ. იმის რა ქვია სვანეთში რო იყო და სვანეთის ვიდეო გავგიშტი, ანუ ეს ბიჭი არის კამერის ღმერთი, დედასვიცა ვარ, აი მარტოს რო შეუძლია რომ გადაიღოს ფილმი აი ეგეთი ადამიანი, ანუ მე კი ძალიან დიდი ის არ ვარ კამერისტი არ ვარ რომ ვიღაცა შევაფასო, მაგრამ ძალიან მაგარი ვიდეო ქონდა, თუ ვინმეს გაქვთ რა ნახი, მითხარით თქვენი ემოციები. ხო და ეხლა 5 წუთში შევდივარ გაკვეთილზე და მოდი ჩემთან ერთად ჩაატარეთ გაკვეთილი. ეს არის რა ქვია, იაპონური ენის და აქვე გეტყვით, რომ ვაგროვებ ადამიანებს, ვინც არიან დაინტერესებულები იაპონური ენით და აგვისტოში მინდა რომ ჩავატარო 2 უფასო გაკვეთილი. ვისაც გაინტერესებთ იაპონური ენა, ვისაც გაინტერესებთ იაპონია და ასე შემდეგ, შეგიძლიათ მომწეროთ ან იმას ქნათ რა ქვია. რაღაცნაირად მომაწვინოთ ხმა ან დამიკომენტაროთ და აგვისტოში ჩავატარებთ 2 გაკვეთილს უფასოს, რა თქმა უნდა და მე თქვენ გადაწყვეტეთ, გინდათ სწავლა, გინდათ გაგრძელება თუ არ გინდათ გაგრძელება. 1 წუთი ეს გავგზავნეთ. შევადგინე გაკვეთილი, დღეს მინდოდა რომ გქონოდა ტესტირება, მაგრამ რო ვკითხე, არ გვინდა ტესტირებაო. და ჩვეულებრივი გაკვეთილი ჩავატაროთ. ხო და ჩავატაროთ ჩვეულებრივი გაკვეთილი, დღეს გვექნება გრამატიკული გაკვეთილი. მივიმაგრო ეხა ეს კამერა, როგორ მიყვარს ხოლმე იცით აი ეს მიკროფონი რომ იჭირავს ხოლმე ხელში, თავი მგონია oh my god. მოიცა? დავიმაგრე რა ვალია. ესე იგი, როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი? ესე ვადგენ გაკვეთილს, იმ წიგნებიდან, რომელიც წიგნებითაც ვსწავლობდი მე. დღეს გვაქვს ერთ გოგოსთან გაკვეთილი. ნონე ქვია და არის უჭკვიანესი. აი ძალიან ჭკვიანი ბავშვია, უკვე მერვე თვეა ვსწავლობთ იაპონურს და აი კამფეტია რასაც ქვია, ძალიან მაგარი გოგოა რა. ესეთ მდგომარეობაში ვარ. აქ მაქვს ჩემი რაღაცა, ეს ვარ მე და აქ გვაქვს ონლაინ გაკვეთილი. ხო და მოტრიალდეთ. როგორ ხართ რა შვებით აბა? სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, მეჭორავეთ რა იყო და რანაირად უნდა მეჭორავთ ახლა თქვენ ვერ ვარ მეჯანზე. კიდე იცი რა უნდა გითხრათ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ღამე ეხსნება ფანტაზიის გრძნობა თუ რა ვიცი, არ ვიცი რა ქვია ამას და ღამე ვხდები ხოლმე ძალიან მონდომებული ყველაფრისთვის. ეხლა ეს ვიდეოც ღამე შუაღამეა და აი ხა მომინდა ჩაწერა და ეხლა მომინდა კლიკინი და ღამე მინდება ხოლმე იმის მიუხედავად რომ დილის სამუშაოზეც სულ ვაპარაკობ, იმიტომ რომ ინგლისურს ვასწავლე ბავშვებს და იქაც ძალიან კარგი შედეგი მაქვს და აქაც ღამეც ვლაპარაკობ და ამათ შუაში რომ აქ სამუშაო, იქაც ვლაპარაკობ. ოღონდ ინგლისურად ვლაპარაკებ, მე იაპონურად ვლაპარაკობ, აქ მოვდივარ ქართულად და მოვიდა. წავედი ხა ჩვენ. დავიწყებ. Konbanwa. 元気よ。ノネは元気ですか? 元気だよ。დღეს გვექნება გრამატიკული და გვექნება ვიდეო. და რადგან დღეს არ გინდოდა ტესტირება. დღეს კი არა და გუშინ უბრალოდ არ გინდოდა ტესტირება. პარასკევს რო გქონდეს რა აზრის ხარ ამაზე? გქონდეს. მოდი წაიკითხე ჯერ ეს. როგორც ვიწყებთ ხოლმე. ბუნკეი. პირველი. იჩიბან. კი, იჩიბან. ბან ეს ხო ნიშნავს ნომერს და იჩიბან, პირველი ნომერი, ანუ. 私は日本語が少し話せます。მე იაპონურ ენას ცოტა
ვლაპარაკობ. ცოტას ვლაპარაკობ, კი. ყოჩახ, მეორე. ნება. ნება. Yamaga hakiri miemas. მთას hakiri ჰაკირი ეს არის სუფთად, clear. სუფთად და ეს შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა იმაში, რა ქვია, სიტუაციაში, მაგალითად, ჰაკირი კიკოემასენ, ეს რას ნიშნავს, რომ სუფთად არ მესმის, მაგალითად, ტელეფონზე ლაპარაკობ და არ გესმის ადამიანის ხმა. ჰაკირი კიკოემასენ. ან ჰაკირი იუტეკოდასაი, ეს ნიშნავს, ანუ პირდაპირ მითხარით. შეიძლება გამოიყენო როგორც პირდაპირ, ან სუფთად. ichiban. Nihongo no shinbun ga yomemasu ka? Ie, yomemasen. იაპონური ენის shinbun მაღაზია ვეთქი და მაგაზინი, ხო? Magazine, newspaper. Magazine არის ძაში. ეს newspaper წაიკითხე, ვეკითხება. იომემასკა ეს რას ნიშნავს, იცი ბოდიში? რაღაც რის გაკეთებაც შეგიძლია? ანუ, კითხვა შეგიძლია? თორინო ქოეგა ქოემასნე. მო ჰარუდესნე. ჩიტის ხმა დიახ. ქოემასნე. ხომისნი? ხო, ყოჩა, ეს ნე ნიშნავს რას, რომ გესმით ხო? გვესმის არა? ანუ რაღაც იცი როგორი ნათქვამია, რაღაცა თბილი ნათქვამია. ეს შეგიძლია ყველაფერს მიამატო ეს ნე. ხო, ეს შეგიძლია ყველაფერს მიამატო. მაგალითად, მადლობას რო ეუბნები. არიგატო ნე. ეს ნიშნავს რას, ანუ მადლობა რა. დოკოდემო ჰიტორიდე იკიმას. დოკოდემო ჰიტორი გა. დიახ. იკემას. მაგალითად, კი. ქა, კი, ქ, ქე, ქო. კი ჩამოდის ერთს აღტები და ჩამოდიხარ ერთი თქვევით. აქ ეს არის ერთ-ერთი ჩახლართული რაღაც, სადაც მეც დავიტანჯე, იმიტომ რომ მჭირდებოდა ხოლმე დაფიქრება, სად უნდა რა უნდა გადამებრუნებინა, სადრასთვის რა უნდა მომეცალა. ერთ-ერთი ყველაზე რთული, ანუ იაპონიაში გრამატიკა არის მარტო ეს. კი ბევრი გრამატიკა ვისწავლეთ აქამდე, მაგრამ ერთადერთი გრამატიკა, რასაც ქვია, არის ეს. ანუ ბრუნვა. გრამატიკა მარტო აი politeness ეგოისწავლეთ, ეგეც შეეძნება მათ. ხო, კიდე ისიც ხო არის, მაგალითად, მასენ წარსული ფორმა, ახლანდელი ფორმა, მომავალი ფორმა, მაგრამ ეს ხო, არ არის რთული, აი ერთადერთი ეს არის რთული, იმიტომ რომ უნდა აბრუნო, რაღაცები უნდა მოაცალო და მთელი ტანჯვაა. ეს იქნება დავალება, ესეც იქნება დავალება, ეს არ გვინდა, მაგრამ თუ დრო გექნება, მე გადახედე, ეს არის ბრუნება, აბრუნე. და ესეც არ გინდა. ეს გვინდა. ესეც გვინდა, ეს მე რომ მიყვარს. და ესეც წაიკითხე. და ან სწორ პასუხს უნდა დაუწერო მრგვალი, არასწორ პასუხს დაუწერე ეს.子供の時に読んだ本の漫画の紹介してください。主人公は何ができますか? კაი, პარასკევს ხო გვაქვს ტესტირება. პარასკევს გვექნება ტესტირება, ამიტომ გაკვეთილი არ გექნება. აქედან გამომდინარე, დრო გექნება ბევრი სამშაბათამდე და ეს მერვეც იქნებ დაწერო. აქ რა ხდება? შენ უნდა დაწერო, შენს მიერ ბავშვობაში, თუ გინდა ახლა არ აქვს ამას მნიშვნელობა, წაკითხული წიგნის, მაგალითად, კიმეცუ ნო იაიბა, Demon Slayer-ის შუჯინკო თანჯირო, ანუ თანჯიროს რისი გაკეთება შეეძლო, როგორი იყო, როგორც მოახერხებ ისე, გინდა კანჯები გამოიყენე, გინდა მარტო ჰირაგანით დაწერე, როგორც შენ გაგეხარდება. ეს იქნება შენი დავალება.
ეხლა გადავალ ვიდეოზე. ამ ვიდეოს უყური, მაგრამ ვერ სიტყვა რაღაც ვერ გავგებარი იყო? დიახ, რაღაცეები. არ არის პრობლემა, მოდი დავიწყოთ. スーパーでの会話今日はたくさん買うよ დღეს ბევრი დავიყიდო. ხო. დღეს ბევრს ვიყიდი. ოკაში, ეს არის snack. ურიბა, გასაყიდი, ბა, ადგილი. ანუ სექციაში. მერე ხელახლა უყურე, შენი დავალება. პარასკევისთვის გადაიმეორე ქანჯები და всё. დამთავრდა. ოიასემი, არიგატო. ოიასემი, ბაი ბაი. Bye bye. მათანე. Atane. გიჟდები რომ არ მასწავლებელი და მოიცაჩაქციეთ გიჟდები რომ ესეთი კარგი მოსწავლე მყავს და გიჟდები საერთოდ ამ ყველაფერზე და ძალიან მალე მინდოდა ამ გაკვეთილების დაწყება ონლაინ გაკვეთილების დაწყება და მადლობა ღმერთს რომ მოვახერხე და უკვე წელს გახდება 1 წელი და არ მჯერა ხო და იმის მიუხედავად რომ ვერ მოვიფიქრე რისთვის დავიწყე საერთოდ ამ ვიდეოს ჩაწერა სულ სხვა რაღაცა გადავიღე და სულ სხვა რაღაცის გადაღება მინდოდა ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ და თუ ბოლოს გეტყვით ვიდეოს ბოლოში რომ თუ დაინტერესებული ხართ იაპონური ენის სწავლით აგვისტოს თვეში ვაპირებ 2 უფასო გაკვეთილის ჩატარებას თუ ხართ დაინტერესებულები დააკომენტარეთ ვიდეოზე ან ინსტაგრამზე მომწერეთ ან რაღაცნაირად გამაგებინეთ რომ გაინტერესებთ ხო და ალბათ ეს დარჩება რა იყო და ესე მორჩება ეს ვიდეო ესეთი ვიდეო არ უნდა ყოფილიყო წესით სხვა რაღაცაზე უნდა მეტლიკინა მაგრამ ამაზე შემომეტლიკინა ხო და რა ვიცი ესე დამთავრდა ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ მე დღეს მეტი გაკვეთილი არ მაქვს ეხლა წავალ დავლევ ყავას და ვიცინებ ბაი ძალიან ძალიან აღშფოთებული ვარ აი ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ იმის მიუხედავად რომ მთელი დღე ვმუშაობ ღამეც ვმუშაობ მოვდივარ და მე გაკვეთილები მაქვს ძალიან მიხარია ხოლმე და აი გულის ფანცქალით რო რაღაც ველოდებით ხო იცით აი ესე ველოდები ხოლმე ამ გაკვეთილებს იმიტომ რომ ძალიან მომწონს და მიხარია რომ ვიღაცას ვინმეს ვუზიარებ ჩემ ცოდნას და ძალიან მაბედნიერებს ეს რაღაც ასე დამთავრდა ჩემი ვიდეო. მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ. ველოდებით თქვენს კომენტარებს, ველოდებით თქვენს მოწერილებს და ასე შემდეგ. კარგად